მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა სასიყვარულო სამკუთხედზე. ვინც იცით რომ ხართ სამკუთხედში, ზუსტად მათთვის არის გათვლილი ეს ვიდეო. ვინც არა და უბრალოდ ეჭვები გაქვთ, მაშინ მაინც ნუყურებთ, იმიტომ რომ არ მგონია რეზონირდებოდეს თქვენზე. უდაოდ ვინც იცით რომ სამკუთხედში ხართ, სწორედ მათთვის არის გათვლილი ეს საჯარო გაშლაც. შევახსენებთ, რომ საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენს თქვენთვის. მოკლედ დავიწყოთ, რა ხდება თქვენს სამკუთხედში. ზოგადი ენერგიები, ფიქრი მასზე, თქვენზე, გრძნობა მასზე, თქვენზე და სცენარი როგორ განვითარდება. მაშ ასე. ვინ არის თქვენი ვაჟბატონი? ვინ არის თქვენი ვაჟბატონი? ვინ არის თქვენი ვაჟბატონი? სხვათა შორის ძალიან კარგი მეგობარია. როგორც მეგობრის სტატუსი არის არაჩვეულებრივი მეგობარი, ძალიან უყვარს მიზნების მიღწევა, იცის დასახვა რაღაცა მიზნის, აუცილებლად მიდის იმ მიზნამდე, თუ დაისახა უდაოდ ასრულებს თავის დანიშნულებას. ბავშვების გარემოცვაში შესაძლებელია შვილებთან ატარებდეს ეხლა გარკვეულ დროს, იმიტომ რომ მის გვერდით არიან აშკარად ბავშვები და დედაც შეიძლება იყოს ასაკიანი ქალი, ქალბატონი, რომელთან ერთადაც იხლა რაღაცა გარკვეულ სასიკეთო თუ სასიყვარულო თუ ძალიან თბილ ენერგიებს ცვლიან ერთმანეთში. ეს არის დიდი ალბათობით ან დეიდა ან ბებია, თუ რასაკვირველი ასაკი უწყობს ხელს და აუცილებლად ბავშვების ენერგია. კარგით, მოდი ვნახოთ ეხლა ესეთი რაღაცა. თქვენზე რას ფიქრობს? თქვენზე რას ფიქრობს? შტორმია, ზუსტად იმ დაშვებული ღუზის გამო, სადაც მასა აქ დაშვებული ღუზა ნიშნავს დამკვიდრებას ურთიერთობაში, სტაბილური ურთიერთობის გამო ხდება თქვენთან ქაოსი, შტორმი. საკმაოდ ისეთი. იქ რა ხდება მესამე პირებთან? იქ ოჯახია დიდი ალბათობით ის ქორწინებაშია, თუ ქორწინება არ არის, მაშინ მისი ძირი ძველი ოჯახი აუცილებლად, მესამე პირი დედაც შეიძლება ამ შემთხვევაში განსაზღვროთ შემოძრეფესებო. იქ არის რაღაცა ძირი ოჯახი. თქვენთან არის ქაოსი. კარგი, რა ხდება ახლა იმ ოჯახში? არა, სტაბილური ქალბატონი არის მის გვერდით აუცილებლად უდაოდ სამწუხაროდ მაჩვენებს. ნახეთ, თავდაღირა აქვს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ რეალურად მოხდა არაჯანსაღი ენერგიებით ჩარევა ამ ურთიერთობებში, ამიტომ დღესდღეობით საკმაოდ დიდ წინააღმდეგობებს განიხილავენ. გზადაგზა იმდენად დიდი წინააღმდეგობებია, ყველა გზა დაკეტილი აქვს. შეხედეთ, რა მხოლოდ წინააღმდეგობებში მოდიან იქ. კარგი, თქვენთან რა ხდება? თქვენთან შესაძლებელია გზა გაშორებდეთ სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა ქალაქი იყოს, შესაძლებელია საზღვრებიც კი არსებობდეს თქვენს ურთიერთობაში. ძალიან დიდი ბრაზი გაქვთ ერთმანეთის მიმართ, ძალიან დიდი წყინა გაქვთ, ძალიან დიდი აგრესია გაქვთ ერთმანეთის მიმართ. რაღაცა ძალიან გაბრაზებულები ხართ მოკლედ, როგორც თქვენ, ასევე ის თქვენზე. კარგით, ეს ემოციებში მოდის. კარგი, გრძნობებში როგორ ხარ? თქვენთან როგორ არის გრძნობებში? თქვენთან როგორ არის გრძნობებში? გრძნობებში საკუთარ თავთან ეხლა წინააღმდეგობებშია. არც კი ფიქრობს, რომ არ განიხილავს, ნახეთ ამ გრძნობებს თქვენთან დაკავშირებით, უნდა რომ მოაშოროს, გაწმინდოს, განთავისუფლდეს, იმიტომ რომ საკუთარ თავთან ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობებში მოდის. შესაძლებელია ღამე საკუთარ თავთან დარჩენილი ლოცულობდეს კიდეც იმისთვის, რომ თქვენზე აღარ იფიქროს. სასწაული. მესამე პირებთან თუ არის გრძნობები? მესამე პირებთან თუ არის გრძნობები? დასრულებული გრძნობებია, ოდესღაც იყო ნამდვილად იქ სიყვარულის ისტორია, თუმცა დღესდღეობით უკვე თავდაღირაა ყველაფერი, ნახეთ რა მხოლოდ ნამგალია, მოკვეთილია ეს გრძნობები, ანუ იქ რეალურად გრძნობები აღარ არის, მოკვეთილია მეთქი და ნახეთ რა მოვიღე კუბოს არკანი, ანუ დასრულებულია იქ ემოცია აბსოლუტურად. ძირფესვიანად არის ემოციები მოკვეთილი იქ. აი თქვენთან კიდევ უკრძალავს საკუთარ თავს ფიქრებსა და ემოციებს. კარგი. რას განიხილავს ამომავლო გეგმები თუ აქვს მოდი ვნახოთ თქვენთან. დამივარდა რომელიღაცა არკანი ნახავ აუცილებლად. ეხლა ვერ დავიხრები. სამომავლო გეგმები სტაბილური ურთიერთობის აღდგენა. თუ არ არის ეს თქვენი სტაბილურობა, სიყვარულის აღდგენა გეგმები აქვს ნამდვილად უდავოდ ძალიან თბილი და ძალიან რომანტიკული. აუცილებლად მიიღებთ უახლოეს პერიოდში მისგან რაღაცა შეტყობინებას. დაუკვირდით 4 რიცხვი და 27 რიცხვები, რაღაცა მნიშვნელოვნად მოდის თქვენთვის, მისგან თქვენსკენ. თქვენი შეხვედრა უნდა მოხდეს, ურთიერთობის დალაგება, ნახეთ წყენის გაქარწლება, ყველა ვარიანტში მოდის თქვენამდე. კარგი, იქ რა ხდება? იქ რა გეგმები აქვს მესამე პირებთან?
ჯვარი თავდაყირა ნახეთ ნგრევები მოდის ძალიან ძიმე ენერგიებს გადიან ჩემო ძვირფასებო თუ ის რეალურად ქორწინებაშია არც იმას არ გამოვრიცხავ რომ მათ ქორწინებას ჯვარი დაესვას ოპა იქაც სტაბილურობა, მაგრამ მათი მზე იმდენად არის უკვე დაბურული, აი ეს ემოციაც, ის გრძნობებიც, ის სამომავლო გეგმები თუ ტენდენციებიც, რომ დამერწმუნეთ, რომ იქ არაფერი სასიკეთო გეგმები აქვს რაღაცეების, მაგრამ იმდენად გაურკვეველ სცენარს გაივლის იმ ურთიერთობებში, რომ აღმოჩნდება გზა გასაყარზე, ნახეთ, გზა ორად იყოფა. ამიტომ მოუწეს არჩევანის გაკეთება. მაშინ ესეთი კითხვა მინდა დავსვა, ვის ირჩევს? თქვენ თუ მას? ამ შემთხვევაში ვის აირჩევს? თქვენ თუ მას? ცოტა არ იყოს манипуляტორია, ცოტა არ იყოს ეშმაკუნაა ეს თქვენი ვაჟბატონი, ნახეთ, ირჩევს თქვენთან, იმიტომ რომ უნდა რომ ეს შავი ღრუბლები გადავიდეს და გამოვიდეს მზე ამ ურთიერთობაში, მაგრამ იქაც არგებს გასაღებს, ნახეთ, არ უნდა ესე ვიტყოდი, ჩვენ რო ვიცით ქართველებმა, არ ჩამპურის დაცვა არ უნდა და არც მწვადის, ანუ რეალურად ორივე სცენარზე კარგად უნდა თამაში, ნახეთ როგორი მელა, როგორი ყურება მელაკუ და რა არის, ნახეთ, ჩემი ერთვალები აქ. მოკლედ მაქსიმალურად იცდება სცენარის სათავისოდ გადათამაშებას, მაგრამ სანამ ამ სცენარის თამაშს განიხილავს ჩემო ძვირფასებო, უზარმაზარი დანაკარგები შეიძლება დადგეს ამ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც პიროვნების თვალსაზრისით, ასევე მატერიალურის თვალსაზრისით, ამიტომ აი ეს ენერგიები, ეს ეშმაკური ენერგიები სამწუხაროდ უნდა მოიშოროს. პარალელურად გეტყვით იმას, რომ მაგიაც არის მასზე დაბინდული გონება, მთვარის ენერგია, კაცის ნახელავია რაღაცა, აქ ბევრ თქვენთაგანთან ყველასთან არ ასაკურველი, ანუ იცით ხოლმე ის როქვია საჯარო გაშლა და ბევრთან რეზონირდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ ამოდის მკითხავი, ადამიანი ენერგიები, რომელიც ზეგავლენაც ხდება ამ ადამიანზე და იცოდეთ რომ ამ ენერგიების აი ამ ჩვენ რო ვიცით ხოლმე ეს უარყოფით ენერგიები, ჯადო, თვალი, წყილვა, რა ვიცი, პრივასკი, რაც არ უნდა იყოს ამ ადამიანზე გაკეთებული, იცოდეთ რომ ძალიან დიდ დანაკარგებს მოუტანს და ეს არჩევანიც გაწელილი არჩევანიც ესე ვიტყოდი და არასწორი ნაბიჯებით და ეს გზა გასაყარიც ზუსტად არის გამოწვეული ამ ენერგიებთან. რა მოხდება საბოლოოდ თქვენი ურთიერთობის თვალსაზრისით, რა მოხდება თქვენს ურთიერთობებში? ზეგამოდის. აუცილებლად. ამიტომ დათვება ეს ურთიერთობა, რაც არ უნდა ღამე იყოს ეხლა და რაც არ უნდა რთულ პერიოდს გადიოდეთ ამ ურთიერთობაში, იცოდეთ რომ აუცილებლად აი ეს ზუსტად ამ მთვარის ენერგიას შეცვლის მზე. და ამის ინიციატორი ისევ თვითონ იქნება. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.